მერია სოფლის მეურნეობის პროექტების სტიმულირებას იწყებს. დაიწყე ბიზნესი მერიასთან ერთად წელს ამ პროექტის ფარგლებში სასათბურო მეურნეობების პროდუქტების გადამამუშავებელი მინი ქარხნებისა და კონსერვების საწარმოების დაფინანსება მოხდება. დღეს თბილისის მერი ლისის ტბაზე მდებარე სასათბურო მეურნეობას ესტუმრა და დაინტერესდა, როგორ მოყავთ დედაქალაქში პომიდორი, სალათის ფურცლები და წიწაკა. ვიყენეთ ენერგი. ხოდა აგერ პომიდორი მივიღეთ რაღაც სასწაული. შვიდი თვეა, რაც გაბრიელ მერაბიშვილს ლისისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი სათბური აქვს. სათბურს მასთან ერთად 3 ადამიანი უვლის. მცირე მეწარმე ამბობს, რომ მისი პროდუქციით უკვე თბილისში ბაზრები და რამდენიმე სუპერმარკეტი მარაგდება. შედარება ირანთან და შრომატეოდი არის, მაგრამ აი სასარგებლოა. ადამიანმა ხელი თუ გაანძერა და რაღაცა გააკეთა, არის რაღაცა, მაგრამ ხლა ბოდიზე თუ იბორავი და ხელი არ გაანძერა, თქვენი არ გავარდე, ვერაფერ ვერ მიიღებ, ხო ასია რა. შრომატეოდია, მაგრამ აი სასარგებლოა. ჩვენთვისა და ხალხისთვისაც. ასვაძე არაფერი არ მოდის. დაწყები ბიზნესმენების დასახმარებლად თბილისის მერია პროექტს დაიწყე ბიზნესი მერიასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მერია ბანკების საშუალებით მცირე მეწარმეებს კრედიტს დაბალ, წლიურად 6% შეაძლევს. ადგილობრივი წარმოების განვითარების და ბაზარზე ფასების დარეგულირების მიზნით მერია 2011 წლიდან აქცენტს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე აკეთებს. მერიის მიერ სასურსათო სასათბურე მეურნეობა დაფინანსდება, რაც პროდუქტის მოყვანას, დაფასუებას, გადამუშავებას და კონსერვირებას გულისხმობს. იმის გოგირდის ხალს აქ ქაჩავთ? ეს როცა ვწყავთ. მაგითი ცივით ვწყავთ ჩვენ რა? თბილისის მერმა დღეს ლისის ტბაზე მდებარე სათბური დაათვალიერა და იქ დასაქმებულებს შეხვდა. იგი უგულავამ აღნიშნა, რომ ლისის ტბის მსგავსი ადგილები, სადაც თერმული წყლები გადის მეურნეობის გასაშენებლად განსაკუთრებით ხელსაყრელია. ამ პროგრამის ფარგლებში ძირითადად გვინდა ბანკებთან ერთად დავაფინანსოთ, ანუ შეღავათიანი კრედიტი მივცეთ სოფლის მეურნეობის გადამუშავება, დაფასოება, კონსერვირების და ასევე სასათბურო მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობაზე იყოს მიმართული. ჩვენი ამ პროგრამის დაიწყე ბიზნესი თბილისის მერის ხელშეწყობით მთავარი ამოცანა, რომ შევუწყოთ და ესე ვთქვათ, სტარტში დავეხმაროთ პატარ-პატარა საოჯახო ბიზნესს. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოებული აქ არ არის დამოკიდებული სეზონზე, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ფასტას სხვადასხვაობას და გაძვირებას. ამ თვალსაზრისითაც ეს დაგვეხმარება იმისათვის, რომ სასურსათო უზრუნველყოფა ქალაქში უფრო სტაბილური გახდეს. მათთვის, ვინც პროექტში დაიწყე ბიზნესი მერიასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს და საკუთარი მეურნეობის შექმნას გადაწყვიტავს, მერია გრძელვადიანი იჯარით თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებს გასცემს. მიწა გვექნება გრძელვადიანი, ექნება მათ შესაძლებლობა გრძელვადიანი იჯარით აეონ მიწა და აგრეთვე სხვა ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენს ამ ადამიანებს, რომლებიც თბილისელებს მომარაგებენ ეკოლოგიურ პროდუქტებს. მერიაში ფიქრობენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ხელშეუწყობს მომხმარებლისთვის ბაზარზე ქართული პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს, რაც კონკურენციას გაზრდის და ფასებს დაარეგულირებს. ახალი მეურნეობების შექმნის შემდეგ დამატებითი სამუშაო ადგილებიც შეიქმნება.